რის საფუძველზე ახერხებს დამსაქმებელი გადაუხადოს პერსონალს ხელფასი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ერთი შეხედვით ადვილი ჩანს. სინამდვილეში ეს ძალზედ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ ფუნქციონირებს ეკონომიკური სისტემა. ხელფასის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ იქმნება დამატებული ღირებულება. მოდი უკეთ გავიგოთ, რა არის დამატებული ღირებულება. ამისათვის კი განვიხილოთ სადურგლოს მაგალითი. იმისათვის, რომ სკამი აწარმოოს, სადურგლოს სჭირდება შესაბამისი ნედლეული მასალა, მაგალითად ხე, ლურსმანი და ასე შემდეგ. სადურგლოში შესრულებული სამუშაოების შედეგად ვიღებთ საბოლოო პროდუქტს, ჩვენს შემთხვევაში სკამს. თუ სკამი იმაზე მეტ ფასად გაიყიდება, ვიდრე მის საწარმოებლად საჭირო ნედლეული და სხვა ძირითადი საშუალებები დაჯდა, მაშინ შეიქმნება დამატებული ღირებულება. სხვაობას გაყიდული პროდუქტიდან მიღებულ შემოსავალსა და ხარჯს შორის დამატებული ღირებულება ჰქვია. ხარჯში იგულისხმება ნედლეული მასალის და სხვა ძირითადი საშუალებების ხარჯი. ჩვენს შემთხვევაში სკამიდან მიღებულ შემოსავალს გამოკლებული ნედლეული მასალისა და სხვა ძირითადი საშუალებების ხარჯი არის ის დამატებული ღირებულება, რომელიც კონკრეტულად ამ სადურგლომ შექმნა. დამატებული ღირებულების შექმნაში მთავარ როლს ასრულებს მომხმარებელი. რაც უფრო მეტს გადაიხდის მომხმარებელი მზა სკამში, მით უფრო მეტ დამატებულ ღირებულებას შექმნის სადურგლო. მომხმარებელმა მზა პროდუქტში უნდა დაინახოს შექმნილი ფასეულობა, რათა მზად იყოს გადაიხადოს დამატებული ღირებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში სადურგლო ვერ შეძლებს დამატებული ღირებულების შექმნას. თუ დამატებული ღირებულება შეიქმნა, ამ შემთხვევაში ის ნაწილდება პროცესში მონაწილე მხარეებს შორის. ჩვენს შემთხვევაში ესენი არიან დურგალი, სადურგლოს მეპატრონე და სახელმწიფო, რადგან თითოეულ მათგანს პირდაპირ თუ ირიბად წვლილი შეაქვს დამატებული ღირებულების შექმნაში. ახლა უკვე შეგვიძლია გავცეთ პასუხი იმ მთავარ კითხვას, რომელიც დასაწყისში დავსვით. რის საფუძველზე ახერხებს დამსაქმებელი გადაუხადოს პერსონალს ხელფასი. სწორედ დამატებული ღირებულების შექმნა გვაძლევს ამის საშუალებას. დამსაქმებელი ხელფასს უხდის თავის პერსონალს, იქნება ეს დურგალი თუ სადურგლოში დასაქმებული სხვა თანამშრომელი, მაგალითად ბუღალტერი, რადგან თითოეულ მათგანს წვლილი შეაქვს დამატებული ღირებულების შექმნაში. ნაწილს დამატებული ღირებულებიდან გადასახადების სახით მიიღებს სახელმწიფო. რადგან სახელმწიფო თავის მხრივ აგებს გზებს, ის ამით ხელს უწყობს მეწარმეებს მასალის ტრანსპორტირებაში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დამატებული ღირებულების შექმნაში. სადურგლოს მეპატრონეც იღებს თავის წილ შექმნილი დამატებული ღირებულებიდან. მას შემდეგ, რაც დაიფარება ყველა საჭირო ხარჯი, სადურგლო მიიღებს მოგებას. მოგება რჩება სადურგლოს საკუთრებაში. სადურგლოს მფლობელის უფლებაა მოახდინოს მოგების ინვესტირება საკუთარ ფირმაში მისი შემდგომი განვითარებისათვის. იქნება ეს ახალი პროდუქტის შექმნა თუ პერსონალის განვითარებაზე ზრუნვა.